დედას ელაპარაკე? არა. მე ველაპარაკე. ანკა გუჯაბიძის ფილმმა, უпростоრად ფოტოფილმმა თემორე არაერთი ფესტივალი წარმატებით მოიარა და სოფლიოს აბსოლუტურად სხვანაირი თბილისი დაანახა. თემორე. აღმოჩნდა, რომ ქალაქის სახეს ქმნის არამხოლოდ ის, რასაც ყველა ხედავს, რაც მრავალჯერაა გამრავლებული, ნაცნობი. თემორე. არამედ ისიც, რაც უჩინარია, რასაც არ ვაქცევთ ყურადღებას, რაც ჩვენი ხედვის სივრცეში არ მოხვედრილა. ანდა შეიძლება გვინახავს კიდეც, მაგრამ არ მიგვიქცევია ყურადღება. მოდი გიხდით. ჩემ ისტორიებს დავარქმევდი უიუფლო მსახიობის თავგადასავლებს. ფიქრობ, ანამ შემთხვევით არ შეარჩია თავისი ფილმის პერსონაჟისთვის თემორე ხვიაშვილი, ავტორი წიგნისა კურიერის ამბები, რომელიც წლების წინ ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულად გამოაცხადეს. ხო, ამას წინათ შეკვეთებს ვარ იგებდი და ყველა თეატრის წინ ასეთი წარწერა შემხვდა. მსახიობი 20 ვარ. ჩემი მიწერილი არ გეგონოთ სხვა მსახიობმა მიაწერა. თემო პროფესიით მსახიობია, თუმცა მსახიობის ხელფასი არ ყოფნიდა და ხან ანიმატორად მუშაობდა, ხან გაზეთების გამყიდველად და ხანაც სწორედ ამ თემორე ხვიაშვილს ხედავთ ანა გუჯაბიძის ფილმში კურიერად. უკაცრავად აქ ვულკანიზაცია ან რამე ეგეთი ხო არის? დაგხროდა თავისი მოპედით, რომელიც თავის მხრივ თემორე ხვიაშვილის წიგნს თუ წაიკითხავთ, იგივეა, რაც ველოსიპედი ვიტორიო დესეკას ფილმში ველოსიპედის მომტაცებლები. თემოსაც მოპარავენ. მე ლურჯა დავარქვი, მაგდანას ლურჯა გამახსენდა. ამაზე გაეცინა. ფიქრობ, სიცილი ყოველთვის და ყველაფერზე შეიძლება, მათ შორის იმ წარე ყოფაზეც, რომელსაც თემო აღწერს თავის წიგნში. დღეს ეღიმება კიდეც იმ დროის გახსენებაზე. დღეში ზოგჯერ 100 კილომეტრს რომ გადიოდა შეკვეთების დასარიგებლად. უჩინარი თბილისი იმ დღეებში აღმოაჩინა. ჩვენც წაგვიყვანა და გვიჩვენა. ამ გზას ვიყენებდი მოკლე გზად, როცა გეჩქარებოდა. როცა მეჩქარებოდა, ან უბრალოდ როცა შუქნიშნებისგან თავის არიდება მინდოდა. მაშინ და მე ვაჩვენე ანკას ლოკაციებისთვის, რომ დავდიოდით, ეს დღეც ვაჩვენე და მოეწონა ძალიან და გახდა საბედისწერო დღე, იმიტომ რომ ერთი 16-ჯერ, 20-ჯერ ამოვედით ბოლო ფინალის გადასაღებად აქ და რაღაც არ გამოგდიოდა. ხან უკმაყოფილო ვიყავით, ხან რაღაცით, ხან რაღაც ტექნიკური მიზეზით არა, უფრო შემოქმედებითი და ნუ საბოლოოდ მაინც გადავიღეთ. ანუ ეხ თქვა პლაკატი რო გავაკეთოთ ფილმის, ამ ხეს აიღებდი შენ როგორც ანკასთან შეთანხმებით შეიძლება. ისე არა. ანუ ანკა იყო თქვა ძალაუფლება ფილმში, როგორც რეჟისორი. როგორც რეჟისორი. ხო. შეიძლება ითქვას, რომ ეგ თვლი რომ ეს არის ეკრანიზაცია შენი წიგნის? ნაკლებად, იმიტომ რომ თვითონ წიგნიდან სამი სცენა არის, ისიც გადაკეთებული, ესე ვთქვათ, მაგრამ ნუ საფუძველი ხო ეკრანიზაცია გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ საერთოდ სხვა რაღაცა გამოვიდა. რომელსაც შენ დათანხმდი? რაღაც ხშირად იმპროვიზირებული იყო ჩვენი გადაღებები, ეს არ მივყვებოდით სცენარს. იმიტომ რომ რაღაც თვითონ გარემოც ისეთი იყო, როცა ვიღებდით, რომ თან შეკვეთებიც ხომ მიმქონდა. და მაგდროს მუშაობდი? ნუ სულ არ მუშაობდი, მაგრამ ზოგჯერ მუშაობის დროს ვიღებდით, ზოგჯერ სპეციალურად გადაღებისთვის თითქოს და მუშაობდი, მაგრამ გამოდის რომ ამ წიგნის გაგრძელება იყო ეგ ფილმი. არა ეკრანიზაცია, არამედ გაგრძელებაც, იმიტომ რომ თუ პარალელურად მუშაობდი და იღებდი. გაგრძელება ნაკლებად მგონია, იმიტომ რომ წიგნამდე დავიწყეთ გადაღება. სანამ წიგნი გამოვიდოდა, ფილმის გადაღება მანამდე დავიწყეთ. ძალიან საინტერესო იყო ეს, რომ იქონია გავლენაც წიგნზე ამ გადაღებების პროცესმა. აი რაღაც ადგილებში რომ მაგალითად მოეწონებოდა რაღაც კადრი ანკას და მეუბნებოდა რომ აქ უნდა გადავიღოთ. სანამ ვინმე არ ჩამოივლიდა ან ადამიანი საინტერესო ან ცხოველი არ ჩაივლიდა რაღაცნაირად არ გაცოცხლდებოდა ეს კადრი. მანამდე ველოდებოდით, ხშირად რაღაც ძალიან ჩემთვის ზედმეტად დიდხანს ველოდებოდით და კაი რა გადავიღოთ და მე რომ დავაკვირდი ამას რატომაც აკეთებდა
რატომაც ველოდებოდით რაღაც გაცოცხლებას ამ კადრის. იქონია გავლენა წიგნის ერთ-ერთ თავზე, სადაც ქუჩების აღწერა არის, მე თავიდან მეწერეს მშრალი აღწერა და შემდეგ ამ გადაღებებმა მიმახვედრა რომ ჯობია რომ მეც გამოვიყენო ანკას ხერხი და ყველა უბნის აღწერები რო არის შემოვიყვანე ეგ ადამიანი. რომ აქ ეს ამ უბანს იმიტომ კი არ აღწერო ქუჩებია მარტო, აქ ეს ადამიანი ცხოვრობს სიტყვაზე. ასეთი ადამიანები ცხოვრობენ. ხო, ან რაღაც ეგეთი ემოციური. ეს სხვა შორის მინდოდა მეკითხა, ესე გამოდის რომ ნუ რაღაცნაირად ეს წიგნი თბილისიც არის. ხო, თუ პათეტიკურად არა, რა პათეტიკურია არის, ხო. თბილისი და თბილისელები დანახული კურიერის მოპედიდან. იმ მოპედიდან, რომელიც ჩქარობს. ამიტომ როგორც თემო მეტყვის, კურიერს იმის დრო არ აქვს, რომ ადამიანებს დააკვირდეს და ჩააცქერდეს. მაგრამ თემორე ხვიაშვილი მაინც ახერხებს განუმეორებლობა მეანიჭოს ამ სახეებს. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ მსახიობია და მახვილი თვალი აქვს. მინდა ამ შემთხვევით და სასიამოვნო დამთხოვით ვისარგებლო და 65 წლის იუბილე მიულოცო უდიდეს ავსტრალიელ მუსიკოს ნიკ კეივს. თემორე ხვიაშვილი სცენაზე აღმოჩნდა არა მარტო როგორც მსახიობი, არამედ როგორც მწერალი. საბა როცა გადასცეს საუკეთესო დებიუტისთვის, გამოიყენა ტრიბუნა და სოციალურ სამართლობაზე, უთანასწორობაზე მოასწრო საუბარი. თუმცა მედიამ მაშინ უფრო მისი გამოსვლის ბოლო ნაწილს მიაქცია ყურადღება. რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ამ ქვეყანას, სადაც მედიკამენტების ხელოვნურად გაბერილი ფასები, ბანკების არანორმალურად მაღალი პროცენტები, შრომის კოდექსის უფუნქციობა და კიდევ მრავალი სხვა რამ გვაწამებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას, მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მალე შეიცვლება. მადლობა კიდევ ერთხელ. ბევრმა გადაწყვიტა, რომ სამუდამოდ მიდიოდა ქვეყნიდან. რაღა დაგიმალოთ, მეც ასე გავიგე. კურიერის ამბები იმით დასრულდა, რომ კურიერმა ქვეყანა დატოვა. ცოტა ხანი ევროპაში იმუშავა და უკან დაბრუნდა. აშიკი დაგიკრეს. და ეს რაღაცნაირად, მაგრამ ეს ეგზოტიზაცია ჩემი აზრით უფრო გაძლიერდა ამის. ხო, გაძლიერდა და მეთანხმები? კი, გაძლიერდა და ვინანე კიდეც არ უნდა მეთქვა ალბათ რომ მეც მივდივარ ამან გამოიწვია უფრო მანამდე რაც თქვი იმაზე ნაკლები ყურადღება გამახვილდა და ბოლოს რაც თქვი ხო, მაგრამ ნუ ბოლოს რაც თქვი ბოლოს რაც სინამდვილე იხმე უბრალოდ ბოლოს რაც მართლა მივდიოდი მივაბი რაღაც ამ გამოსვლას და გამახვილდა რომ ეს ტოვებს ქვეყანას და ხო თემო მიდიოდი როგორც მე ვიცი მედიიდან ვიცი და პრესიდან რომ გინდოდა რომ გაგეცვალა დედასთვის ადგილი კი ხო მართლა ესე იყო კი და გაცვალეთ გავცვალეთ ემიგრაცია რა უშუალოდ თვითონ ადგილი სამუშაო ხო მაგრამ ეხა ისევ წავიდა სად იყო სად მუშაობდა იტალიაში და ეხაც იქ არის ცოტა ხანი ჩამოვიდა ისევ წავიდა იტალიაში მილანში ხო და თუ საიდუმლო არ არის მომვლელია კი ბატონო მოხუცის ხო ეს ფილმშიც ხო ეხლა ვამბობ ეხლაც ახლაც ხო კიდევ არის განსხვავება ასე თქვა შენსა და შენ მშობლებს შორის იმ მხრივ რომ ისინი მსახიობები არიან ხო კი მსახიობი დედა მსახიობი არის მამაც მსახიობი დედა მომლელად მუშაობს მსახიობი შენი თეატრი გაქვს ესე გამო ბოდიში ესე რომ ლაპარაკო ასე გამოვიდა ჩემი და ჩემი მეგობრების ხო რა მნიშვნელობა აქვს ხო შენი და შენი მეგობრების თეატრი ანუ შენ ნამდვილად უფრო მეც მიაღწიე ორი კონკურენტი ჩამოვიძილე დაბადების თანავე მაგრამ 90-იანები იყო და მაშინ რთული პერიოდი იყო და მოუწიათ თეატრიდან წამოსვლა რომ ნუ ჩვენ გავეზარდეთ მუსკომედიის მაშინ მუსკომედია ერქვა მუსკომედიის თეატრში იყვნენ მე და მახსოვს რომ ახალციხის თეატრშიც ბაბუა ჩემი იყო ახალციხის თეატრის საქართველოს დამსახურებული არტისტი ეს და ახალციხეში მუშაობდა მოღვაწეობდა და ჩემი მშობლებიც მე მახსოვს რომ ახალციხეში მეც ვთამაშობდი 4 წელს ვიყავი რაღაც სპექტაკლში
ახალციხეში. მაგრამ მე არ მახსოვს ეს. ანუ იქ ფოტოები ცხოვრობდით? მაქვს. არა, სპექტაკლისთვის და მე გადმოვიდნენ მუსკომედიაში. მუსკომედიაში როცა არა, მანამდე იყო, არ გახსოვს, არ მახსოვს. მეჩხუბებიან სახში რომ მივადრო. ნახვალეს გადაცემა. ეს ჯერ ეს იყო, მე ეს იყო. მისმინე მუსკომედიაში როცა თამაშობ, მაშინ სიმღერაც უნდა შეძლო. ანუ მუსიკალურები არიან, მღერიან. მეშინია ის. არა, კი არ მეშინია. ეხლა იმის თქმა მინდა რომ მე რო დავიბადე მაგათ ხომ მსახიობას თავი დაანებეს და შესაბამისად მეც არ მომიკითხავს ესე რა სპექტაკლში თამაშობდით რაღაცები არ მიკითხავს და ეხლა დავფიქრდი რომ რა როგორა არ დაინტერესებულ ხარ. დავინტერესება რაღაცები მიკითხავს კი უფრო მახსოვს აი ეს დედაჩემი სწავლობდა ნუგზარ ლოსკიფანიძესთან თეატრალურში და თამაშობდა სპექტაკლში დამოვიწყდა სახელი ჩარლის დეი და ამას დავტოვებ გადაცემაში. დამერხა მამა ჩემი ტარტიუბში თამაშობდა ეგ მახსოვს ჩანაწერიც ნანახი გაქვს ჩანაწერი. ჩანაწერი ხო მოწონს როგორ თამაშობს? კი ესე თქვა წიგნი მოწონს? არ ჩვენ ოჯახში საერთოდ არ ვაკებთ ერთმანეთს. არ მახსოვს რომ ან ძალიან იშვიათად. აი წეგან ვახსენით რომ ავტობიოგრაფიულია თუ რაღაცა. ხა ეგ ცოტა სასაცილოა რა რომ რაღაც გამოდის რომ ვიხარ რომ ავტობიოგრაფია დაწერო 27 წლის ბიჭი აქ მაშინ ვიყავი 27-ის წერს რაღაც ავტობიოგრაფიას ესე რომ შემეხედა ვაიმე და ანუ არ დავწერდი საერთოდ. ჩვენ გვაქვს ესეთი პოეტური ორდენი, ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია. და იქ 30-მდე წევრი ვართ. და იქ არის მარიამ მუთიძის ერთ-ერთი ლექსი, გვიდევს კიდეც Instagram გვერდზე ეს ლექსი. რაღაც ხედზე არის, რაღაც შინ ზუსტად არ მახსოვს ზეპიად და ერთი ფრაგმენტი მახსოვს, რომ მინდა ვიღაცამ ჩემი თვალებიდან გადაიხედოს და არა, არ ვითხოვ რომ ჩემში ჩაიხედოს. ხო და ამაზე წერის დროს ჩემი მცდელობა იყო რომ ჩემი თვალებიდან ანუ შემეხედა თბილისისთვის და ესე იწყება თეატრალში სწავლა რომ მე შეთავაზებულ გარემოში უნდა ასწავლო თავიდან მსახიობს რომ ის ადვილად მიეჩვიოს სხვა პერსონაჟი არ ითამაშოს ჯერ რომ რაღაც შესდომით არ დაეუფლოს პროფესიას უნდა თავისი თავი ჩააყენოს კონკრეტულ გარემოში. ხო და ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს პირველი ბლოგია და მოდი მე ჩავიყენებ თავს შეთავაზებულ გარემოში. გამოვიდა რომ ავტობიოგრაფიული ელემენტებიც ნუ თავისთავად გამოვიდა, მაგრამ საბაბი მიზეზი იყო აი ეგ რა, რაც თქვი რომ აი რაღაც ჩემი თვალებიდან გადაიხედოს ვიღაცამ რა. საერთოდ ეგ ძალიან ცოტა კარგად ვარია. ოღონდ სხვაში შეხვიდე თუ არა, სხვაში კი არ შეხვიდე. ეგ არის რაღაც ბეწვის ხიდია რა დღევანდელი თანამედროვე ხელოვანებისთვის ალბათ მარტო წერაზე და იმაზე არ ვამბობ თეატრში, იგივე რაღაც მხატვრობაშიც ისიც რომ ძალიან პოპულარულია ხოლმე როცა აი ხელოვანი რაღაც ნამუშევარს აკეთებს და აი მე ჩემ თავში ჩავახედე სხვა და ეს ჩემი შეგრძნებები გადმოვეცი. და ამის წინააღმდეგი კი არა ვარ. თითქოს შეგრძნებებიდან გამომდინარე შენ რას როგორ უყურებ გარე სამყაროს, უფრო ამაზე მუშაობ. ჩვენი შეხვედრის მეორე დღეს თემომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დამენიშნა შეხვედრა. ახალ წიგნზე აქ მუშაობ. ვიფიქრე ისტორიული რომანების წერა დაიწყო და არქივებში იქექება. თურმე არა, ამჯერად სხვადასხვა ტიპის ემიგრანტებზე წერს. ბიბლიოთეკა რო ავირჩიეთ, ასე ვთქვა, ჩვენი შეხვედრის ადგილას, არ კითხე, აქ მუშაობ ახალ წიგნზე, როგორც ვიცი, ხო? არა მარტო წიგნზე, სცენარზეც და საერთოდ აქ წერ ხოლმე რა, თეატრისთვის. ეგ მინდა რომ მეკითხა, აქ მუშაობ, იმიტომ რომ უბრალოდ სამუშაო პირობები უკეთესი არის თუ ბიბლიოთეკა გჭირდება? აი თქვა რომანისთვის გჭირდება რაღაც წიგნები, ძველი ინფორმაცია. არა. წიგნები შეიძლება არც გამოვიწერო ის მარტო საწერად, უფრო საწერად მოვდივარ ხოლმე.
ანუ აქ გარემო არის უკეთესი. გარემო არ არის. აქვს საშუალება. სახში ბევრი ხელი შემშლელი არის, მარტოობა მჭირდება ესე ვთქვათ, მაგრამ თან აქ არის საჯარო მარტოობა ეს მსახიობისთვის ძალიან ისეთი ტერმინია. მე ხომ მსახიობი ვარ პროფესიით და ანუ მწერალს არის მწერლები, რომელსაც საჯარო მარტოობა ჭირდებათ. არა, მწერალები არ ვიცი, მე არ მგონია რომ მწერალი ვარ. რაღაცებს ვცდილობ რომ დავწერო და ასე შემდეგ, მაგრამ საჯარო მარტოობის დროს კომფორტულია. ანუ სცენაზე როცა გამოდიხარ, ხო მარტო ხარ, ასე ვთქვათ, იქ მეოთხე კედელის, ნუ თუ სტანისლავსკის პრინციპით თამაშობ სპექტაკლს, ხო ეგრეა. ხო და აქაც ეგეთი ამბავია, კი მარტო არ ხარ, უამრავი ხალხია, მაგრამ მაინც მარტო ხარ, საჯარო მარტოობა და ძალიან ვამსგავსებ თეატრს. სცენაზე დგომას ვამსგავსებ, როცა აქ მოდიხარ და წერ. რასაც არ ვიფიქრია და თავს კარგად გზნობ ამ თავს კარგად გზნობ და უკეთესად გეწერება, ესე იგი. ხო. მუზები უფრო მოდის. ხო, და მუზები. ანუ მუზები სათვალიერებ. იშვიათად მუზებიზე კი არა, უფრო აი ნაკლები დრო გაქვს სიზარმაცისთვის. თქვა აი სახში თუ სახშიც ხანდახან გამოივლი Facebook-ზე დასკროლავ, აქ უკვე რო ხედავ რომ უმეტესი ადამიანი მეცადინეობს, კონცენტრირებული ხარ. უფრო მეტად კონცენტრირებული ხარ. ყველას ურჩევდი, მარტო საჯარო მარტოებისთვის არ არის. სიზარმაცის დასაძლევადაც არის. სოციალურ ქსელებს ნაკლებად თუ სახში რაღაც 1 საათი მე მოიხმარამ სოციალურ ქსელებს, აქ არა გაქვს მაგის სურვილი, იმიტომ რომ რაღაც 5 წუთით რო შეხვალ, მე მივხვდები რომ ატმოსფეროა ისეთი, რომ მიდი რა შენც იმეცადინე. და რა რომანი არის თუ საიდუმლო არ არის? მე რამდენიც ვიცი, შენი გამოცდილება ხო? რამდენი ხანი იყავი მაინც? ჩემი გამოცდილებაც არის, მაგრამ უფრო ნაკლებია. რამდენიმე გვერდზე არის ჩემი გამოცდილება და ისე მუშაობ ეგეთნაირად, რომ წერ ინტერვიუებს ისეთი ადამიანებისგან, ვისაც ემიგრაცია გამოვლილი აქვს, გამოცდილი აქვს და მე ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ვამხატრულებ. რატო დაბრუნდი? რატო დავბრუნდი? მოდი შამფიცეს. ვერ გავაგზელე ესე ვთქვათ ვიზა. მხოლოდ ეგ იყო არ გამიმართლა. ხო, არ გაგიგრძელეს, მაგრამ არ მოგდომებია ის, რომ უბრალოდ დარჩენილიყავი ან მოგეთხოვა. ესე ვთქვათ, მე წასვლას დიდად არც ვაპირებდი ფულის შოუნას სახლის შესაძენად აქ. აი არ იყო ესე წავედი და ეხა აქ დავივიწყებ ქართულს და მე მიდის მაგიტომ. შეიძლება ისეთ სამსახურში მუშაობდე, რაც საერთოდ არ გეხალისება და იძულებული იყო. ხო, იძულებული იყო რა. ეხლა მაგალითად აი კურიერობაც ეხლა მე კი რაღაც მუღამი მაქვს, რომ ქუჩები, რაღაცა მოკლეგზები, ისე მქონდა ეგეთი რაღაც გატაცება და ვკატაობდი ესე ვთქვათ, მაგრამ ძალიან მძიმე სამუშაოა და ეს აი ცოტა საკურველია, რომ აი გიყვარდეს ესე რომ საკვირველია? ვერ წარმოგიდგენია ანუ. ნუ აი ხო არის ტიპები რომ აინტერესებთ ადამიანებთან ურთიერთობა მოწონ. კი, როგორ არა, მაგრამ ნუ ეხ დიდხანს რთულია რომ გაგძელდეს რა ეს და ამ იმის თქმა მინდა რომ მესმის ეგეც მესმის რა, რომ შეიძლება გძულდეს რაღაცა რა. ეგეც მესმის. ხო. მაგრამ ისიც გესმის რომ შეიძლება გიყვარდეს. შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება იყოს შენთვის რაღაცა მაგასაც ის უნარი უნდა რომ ეს მოიწონო რაღაც ძალით. ეხლა მსახიობებს კიდე ხშირად უწევთ ისეთ სპექტაკლებში თამაში, რომლებიც არ მოწონთ, მაგრამ როლები, მაგრამ ნუ უნდა მოიწონო, გინდა არ გინდა რა. ხოია ეგეთ შემთხვევები, რომ არ მოგწონდა როლი, რაც უნდა გეთამაშო. მაგის 90% მსახიობის ეგ არის. აი ეგ მე შემიძლია სიტყვაზე, რომ რაღაც შემიძლია იმ გაგებით, რომ თქვათ შეიძლება ან კურიერად მუშაობ, შაურმებს აკეთებ, გაზეთებს ყიდი თუ რასაც არ უნდა აკეთებდე, შემიძლია რომ ეს მე ამას მე შემოქმედებად თვითად გამოვიყენებ, მაგრამ რო არ მქონდეს ესე ვთქვათ შემოქმედებითი საქმიანობა ჯერ ესეთი რომც მაქვს ისედაც ტანჯვა არის სხვა სფეროებში მუშაობა და რაც არ უნდა თარგმნე ხო ერთი დღე იზამ, მეორე დღე ერთი დღე ინსპირაცია მაქვს და ამიტომ დამაქვს ეს შეკვეთები. მეორე დღე კაი, აბა კიდევ უფრო კარგად შევისწავლო, მესამე დღე კიდევ ხო მეოთხე დღე და მეხუთე დღე უკვე რთული სამუშაო არის რა მართლა. მით უმეტეს უცოტას გიხდიან.
მით უმეტესად იქ და არ ცოტას გვაქვს. გიხდიან, ხო, მით უმეტეს, ხო. ეს საჯარო მარტოობა მგონი თემურ ხვიაშვილის ცხოვრების სტილს განსაზღვრავს და თავისებურად აირეკლება მის შემოქმედებაში. ემიგრაციაში იმიტომ წავიდა, რომ სახლისთვის ფული შეეგროვებინა. ეგ სახლი ვერა, მაგრამ ფიქრობ უფრო კარგ სახლს მიაგნო. მეგობრებთან ერთად თეატრი დააარსა. დიახ, თეატრი ჰარაკი, მისი ახალი სახლია. ჩავედი გმირთა მოედანზე და გავაჩერე ვარაზის ხევზე სულქლებოდ ლამის მემორიალთან და იქიდან ამოვდივარ ფეხით და თუ არ დავძრახავთ დავჯდები და ისე მოვიგონე თავიდან დასის იდეა დაებადათ თემოს მეგობრებს სანდრო კალანდაძეს და მარიამ მეღვინეს. დაუძახეს თემოსაც და მოიფიქრეს დამოუკიდებელი თეატრი, რომელსაც ლაბორატორიის ფორმა ექნებოდა. მსახიობები არა მარტო ითამაშებდნენ, არამედ ივარჯიშებდნენ. ვცდილობთ ვიარსებოდ ისე, რომ არ დავიკეტოთ. მეუბნება თემო და მახსენებს, რამდენი პრობლემა აქვთ დღეს დამოუკიდებელ თეატრებს საქართველოში. ჯერჯერობით ვუძლებთო მითხრა თემომ და გამახსენა, რომ მისი პიესა პათეტიკური მონოლოგების 3 წელია აქ ანშლაგით იდგმება. კომედიაა და იმიტომო ამბობს თემო. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ პათეტიკური მონოლოგების წარმატება მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენის ჟანრს უკავშირდება. ჩვენ დავკარგეთ დიდებული სახიობი, დიდებული. რახმის ტემპლი ქონდა ხო? როგორი ჟღენი. რა დასამალია და მამაკაც მსახიობებს შურდათ კიდეც მისი. იცის ახლაც არ მჯერა რომ მასზე წარსულ დროში ვაპარაკობ ხონდა. შურდა რა რთული არჩიულ შენობა? რა რთულია თეატრში ყოფნა არჩილ ქიაჩელის გარეშე წარმოუდგენელია. შემხდა ილია ქორქაშვილი ქუჩაში, უბრალოდ ვეხმარებოდით მეგობარს რაღაც თეატრალურ დადგმაში, იმათ მუშებად ესე ვთქვით. და ვილაპარაკეთ რომ ვეუბნები რომ დადგი რამე დამაკავეს, ხუმრობით ვეუბნები. და იმან არა მაქვს პიესაო, იქნებ დაწერო და მე შენც ითამაშო თუ მოგინდებაო რა და მაგდროს ფიქრობდი ესეთ რაღაცას, ჩაფიქრებული მქონდა რომანი, ვითომდაც ცნობილ მსახიობზე გამოვიდა წიგნი და მინდოდა შარჟი ყოფილიყო, იმიტომ რომ თქვათ აი მსახიობი რო წიგნს გამოსცემს, სიტყვაზე ვამბობ, მე ველოდები რომ რაღაც გამოცდილება იქნება სკოლა, სტანისლავსკის ამის მეთოდი ვქენი, იმის მეთოდი ვქენი და რამდენიმე წიგნი წავიკითხე ეგეთი, სადაც ქართული სადაც ეწერა რომ აი ქუჩაში რომ ჩავივიდი პოლიცია არ მაჩერებდა რაღაც მსგავსი ისეთი სახალისო ისტორიები თუნდაც, მაგრამ ფიქრობდი ამას რა თუნდაც წიგნი კაცო ეს გადაცემაში მოყვებისადმი, მაგრამ და ვიფიქრე რომ კაი საინტერესო იქნებოდა სიუჟეტი თუ იქნებოდა რომანი საიუბილეო წიგნი რომელიღაც მსახიობზე, სადაც ქებადიდებას კი არ მოყვებოდნენ, ქებადიდები დაიწყო და გადავიდოდა კრიტიკაში, მაგრამ რაღაცა რომან ის ჩაფიქრებული მქონდა და ილია რომ შემხვდა და ეს მითხრა რომ დაწერე პიესა, მოდი მეთქი ვფიქრე პიესა იყოს ეს და არა რომანი. ხო. და რომ დავიწყე წერას იუბილე არ გამოვიდიოდა, იმიტომ რაღაც კარგა არ ქონდა ისეთი ყარი და მე მოვიფიქრეთ რომ გასვენება, აი კუბოც დგას. და რატო მონოლოგები ახლა? ვართ დამოუკიდებელი თეატრი.
გასვენება უკეთესია. იუბილერო ყოფილიყო, ცოცხალი უნდა ყოფილიყო. ხო, და ნუ იჯდა და ასე ნაკლებად ხო, ეს საინტერესო. მუშაობის პროცესში შეიცვალა რა. კაი იდეა. და ესე იგი, რატო მონოლოგები? ხო, ვიცი რა სიტუაციაშია ჩვენი თეატრი, დამოუკიდებელი თეატრი, იმიტომ რომ არა გვაქვს რესურსი იმის, რომ მარტო ჩვენთან იყოს მსახიობი. მაშინ უნდა გადაუხადო მაგდენი ხელფასი, რომ არ დაჭირდეს სხვაგანაც მუშაობა, კიდაც ეს იყოს სხვა როლზე მუშაობა, ეს კიდევ უარესია. ზოგი მარტო თეატრში არ მუშაობს პარალელურად. ძალიან ბევრ რაღაცას ვართ მიდებული ეს. მე დავწერე ეს კურიერის ამბები, თორე სხვები ზუსტად ეგეთ რაღაცებში არიან, არავითარი ის არ არის. და რო ვიცი რომ ეს სიტუაცია რთულია რეპეტიციის ჩატარება, იმიტომ რომ ზოგს ხან სპექტაკლიც აქვს, ხან სამსახური რაღაცა და აი მონოლოგი თუ იქნებოდა, თქვათ მეორე მსახიობი თუ ვერ მოვიდა, ის არ შეუშლის ხელს, რეპეტიცია შედგება. ანუ ესეც განაპირობა ფორმა. მე მეგონა საერთოდ ამოიღებდი იმ მონოლოგს, თუ მსახიობი არ მოვიდო და იმ როლს ამოვიღებდი და მაგრამ რეპეტიციას არ შეუშლიდა ხელს. მე როცა მოიცლი და ნუ მე იქნებოდა. ხო და ეს გამოსავალი არის. ეს იყო გამოსავალი, რომ ეს არის თუ არა ეს პიესა სოციალური? ეს კი. კი, ნუ თითქოს ეგეთ კრიტიკაცსაც ვიღებთ ხოლმე, რომ ძალიან ზედმეტად თეატრის მაყურებლისთვის ხომ არ არის, მიგვიღია კიდეც ეგეთი კრიტიკა გათვლილი თეატრის მაყურებელზე, მაგრამ რა ვიცი, აქ არის არა. ბევრი პერსონაჟია, მე ჩემთავს არ ვთვლი თეატრის მაყურებელზე, მაგრამ უყურეთ ინტერესით. არა, ბევრი სხვადასხვა თემაა, ემიგრაციაც ხო არის, ემიგრაციის თემა დაახლოებით, პოლიტიკაც არის, სოციალური მდგომარეობაც არის, ბევრ სხვადასხვა თემას ვეხებით, ძაღლების პრობლემებიც არის და ასე შემდეგ. და იმიტომაც არის პოპულარული. აუ ხალხი რომ მოდის არა მარტო იმიტომ რომ გაიცინოს, არამედ ის ხედავს იმას რაც აწუხებს. ხო, ეგრეც არის ჩაფიქრებული, თორე. ხო, ამიტომ მკითხე სოციალური თეატრი და პოლიტიკური თეატრი. აი დავიწყეთ ადამიანის ხმით, რომელიც მეჯავრება, იმიტომ რომ ჩემი აზრით არც სოციალური, არც პოლიტიკურია და არაფერი არ არის, უბრალოდ რაღაცა ჟან კოქტოს ნევროზების ამსახველი არის. საკითხული არა მაქვს ხა ისევ ჩანოა და ხო და გადავედით სოციალურ და პოლიტიკურ თეატრზე, ხო? ამის ანუ შენ თვითონ როგორი თეატრი უფრო გიყვარს? აი გულწრფელი თუ ვიქნები, მე მიყვარს ისეთ რაღაცების დაწერა, რაც იმ მომენტში მაღელვებს და მომეწონება რომ ვნახო იმ კონკრეტულ სიტუაციაში. და აქედან გამომდინარე წერ ესე ჩაფიქრებული არ მაქვს რომ მაინც და მაინც მოდი იყოს ან სოციალური ან პოლიტიკური, მაგრამ როგორც ჩანს ეგენი ეგ თემები მაღელვებს და ამიტომ გამოდის მე ეგეთი. სულ გაღელობდა ეს თქვათ კურიერ რის ამბების რომ მუშაობდი, მაშინ უფრო აგაღელვა, იმიტომ რომ მაშინ რეალურად დაინახე რა ქვეყანაში ვცხოვრობთ თუ მანამდეც გაღელვებდა? არა, მანამდე სპექტაკლებშიც ვთამაშობდი. არის ეგეთი თეატრი, ღია სივრცე. იქ ვიყავი მაშინ თავდაპირველად. იქაც ძალიან ისეთი სოციალური სპექტაკლებს ვდგამდით, რეჟისორები დათო ხორბალაძე, მიშა ჩარკვიანი, ქონდა ეგეთი სპექტაკლები იქაც, სოციალური თემატიკის ასე ვთქვათ. შიმშილის ღმერთი იქნებოდა თუ შობელთა კრება თუ წუხილი საერთოდ. ან დაინტერესებული ვიყავი მაგით პრინციპში, ხო? ეგრე მოხდა. ერთი არის რომ თქვათ აქტუალური იყოს და მეორე არის ჩემი აზრით თეატრის ერთ-ერთი ფუნქციაც ეგ არის ესეთი პროვოკაციული ხელოვნება, რომელმაც შეიძლება გააბრაზოს მაყურებელი და ასეთ შემთხვევებიც ყოფილა. მზად ხარ რომ შეიძლება მომავალში გავაბრაზო? ხო, მოინდომო ასეთი რამე. ჩვენ ნახეთ სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლის მაგალითზე, რომ ეს საშიში არის, სახიფათო არის ამ ქვეყანაში.
ხო, ვიღაცები მაგერ პათეტიკურ მონოლოგებზეც ბრაზდებიან. მაგრამ ხო, ესე მზად ვარ გავაბრაზო თუ არა? მე როგორ გითხრათ? მე თვითონ ხო რეჟისორი არა ვარ და ჩემ იმაში რა ქვია, რასაც წერ, იმაში ვარ თუ არა მზად, არ ვიცი, შეიძლება რომ მომინდეს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვერც არ ვადაწყრებ და არ უარყოფ, ეგრე გამოდის, მაგრამ ხო, თუ საჭიროდ ჩავთვლი მომენტში, მზად ვარ კი, მაგრამ გაბრაზება გააქვს, უბრალოდ ეხლა ხო ახალ წინს წერ და აი რო წაიკითხავს ადამიანი, იგრძნობს, ეს არის გაბრაზებული ადამიანის დაწერილი. უფრო სხვა რამე მაინტერესებს, გაბრაზება კი არ მაინტერესებს, მაინტერესებს ერთმა ადამიანმა გაუგოს მეორე ადამიანს. ჩაიხედოს იმის მდგომარეობაში და მეორე მამის მდგომარეობაში. აი ანუ ეს არის შენი სურვილი, თავად. ჩემი სურვილი. მივხვდი. ამ რომანშიც და საერთოდ მივხვდი. შემოქმედებაში ეგ მაქვს სურვილი ეგ მაქვს, რომ ორმა ადამიანებმა ერთმანეთს გაუგონ. საინტერესოა რომ ამასთან ამბობს მსახიობი, რომლის ცხოვრება არის მუდმივად სხვისი გაგება და სხვაში ცხოვრება. ხო, სხვა პერსონაჟის ცხოვრება შენ წერ კიდეც ამას, რომ სხვისი სიყვარული. ანუ იმ პერსონაჟის სიყვარული, ხო? უბრალოდ ადამიანი როცა არის შეყვარებული, დამეთანხმება ალბათ ის თავისი შეყვარებულის თვალებით უყურებს სამყაროს. ხო. ის კვდება შეყვარებულში, როგორც და რაღაც როლს რო ასრულებ, ის უნდა შეიყვარო, რომ ხო, ამას ვამბობ. გადმოსცე, გადადო ემოცია. როგორი პერსონაჟიც არ უნდა იყოს. როგორიც არ უნდა იყოს, ხო, უნდა გაუგო. ეხლა ხვდები, თქვა და მსახიობი რო ხარ და მწერალი, ასე თქვა, ერთდროულად, ანუ და კურიერად რომ მუშაობდი, იმიტომ რომ ეს კურიერად მუშაობა ეს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა არის, განსხვავებულ ადამიანებთან. არ მახსოვს რა მითხარი, მამაჩემ ნახაო პათეტიკური. კი, მამაჩემ თამაშობს თვითონ იგორ მიშკინის პერსონაჟი ყავს. ხო. და წავიდაო, ნუ როგორც ჩანს შეიძლება არ მოეწონა და არ ამბობს. არა, მე ვითხრა, რომ გამახსენდა მამაჩემის დაკრძალვა. ესე იგი, ჩემი პირველი თავშეწირება თეატრში ეგ არის. ბავშვი ვიყავი, ბაბუაჩემის გასვენება იყო სცენიდან. იმიტომ რომ იყო მსახიობი ახალციხის თეატრის. ხო. და ნუ გამოდის, რომ ეხა სპექტაკლიც ეგ. ხო, გამოდის. თეატრზე რა პიესას დავწერე, პირველი თავშეწირება, დიდი თავშეწირება, რაც მოახდინა ჩემზე თეატრმა, იყო ის, რომ ბაბუაჩემის გასვენება ვნახე სცენაზე. და მერე არ მიფიქრია რომ ეხა მამაჩემს ესე მოხდებოდა გულთან ახლოს პირველი მოქმედებიდან წავიდა, მაგრამ მე მგონია ეჩქარებოდა სადმე და მაგით წავიდა. დედა? დედამ ნახა ორჯერ მოეწონა, ბევრი ცინა კი. აი ხა წიგნი რო დაიწერება ემიგრაციაზე, ემიგრანტ, ნუ თქვით ხო რომ მაინც არ არის მარტო ემიგრანტებზე მაგამ ერთად და მე რომ ესეთი რაღაც შემოგთავაზო, რომ აი პირველი მკითხველი ამ წიგნის იყოს დედა. ხო. არ იქნება პრობლემა. როგორ მიიღებს შენი აზრი? აი რო წერდი ვთქვათ, ხო ის პერსონაჟები არიან დედა მისის ამ ხალხის ცხოვრება, ხო? გიფიქრია აი დედის თვალით, ასე ვთქვათ, დედა როგორ შეაფასებდა ამ ტექსტს? კი და წავაკითხებ. არა მაქვს პრობლემა და შენიშვნებსაც მივიღებ. თვითონაც ხო არ მონაწილეობს? არა, მაგრამ შეიძლება რომ ჩავრთო რაღაც დროს თუ გამიჭირდა. ეხლა მე მოგაწოდე, ეგიდია, თუ გიფიქრია? არა, მიფიქრია, რაღაცებს ვკითხავ მე დედაჩემსაც, რაღაც ინტერვიუებს ხო ვიღებ, როგორც წინაზე აღნიშნეთ ხალხისგან და დედაჩემსაც ვაყოლებ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ ესე ჩავიწერო ინტერვიუ და რაღაც ეგრე არა, რა თქმა უნდა. ვისთან უფრო გაქვს მეგობრული კავშირი? ორივესთან. მშობლებზე ლაპარაკი? ორივესთან ერთნაირი. ვის უფრო ეკამათები? ვის უფრო ეკამათები? მამას. ნუ არა, დედასაც ვეკამათები და მამასაც. ნუ ჩვეულებრივი ამბავია ხა, კამათი.
ანუ ისინიც თვლიან რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი. ხო, ნუ ალბათ ყველა ოჯახში კამათობენ, ესე მგონია. აი თვლი რომ ბაბუა, მერე მშობლები, ყველანი მსახიობები ასე თქვა და ეს უბრალოდ გენეტიკურად გაქვთ ოჯახში არტისტობა. შენ გინდა რომ გააკეთო რაღაც ისეთი, რაც მათ ვერ მოახერხეს, ვერ შეძლეს სხვადასხვა მიზეზის გამო. მიფიქრია ამაზეც კი, მაგრამ მიფიქრია ხო, იქნებ ნუ შენ იმდენ რამეზე ფიქრობ, გიფიქრია? ხო. საუბრის დროს რაღაც ვკითხე და არ მახსოვსო. პაუზის მერე მითხრა. ცუდი მახსოვრობა მაქვსო. რანაირი მსახიობი ხარ, ცუდი მახსოვრობა თუ გაქვს მეთქი? მერე ამიხსნა ყველაფერს არ ვიმახსოვრებო. არა და როგორ არ უნდა დაიმახსოვრო ისტორია ბიჭზე, რომელიც ქუჩაში გაზეთებს ყიდდა, კურიერად მუშაობდა, ლიტერატურული პრემია საბა მოიგო, ბევრ ჩვენს მწერალს რომ არა აქვს ის პრემია და ახლა მეგობრებთან ერთად თეატრი დააარსა. კარიერა აბა რა არის? არ უნდა გახსოვდეს? იმდენად დატვირთული ვართ აქ თეატრში. ყოველ დღე აქ ჩვენთან იმდენი რამე ხდება მართლა, რომ ინტენსიური ისა გვაქვს, რა ქვია, დაკავებული შემოქმედებითი ცხოვრება, რომ ბევრი რაღაცა მართლა არ მახსოვს, აი გულწრფელად. აი სადღაც შეიძლება გამახსენდეს, მაგრამ ეხლა აი ამ წუთას არ მახსენდება, რომ რაღაცა ეს კლიენტებთან ერთხელ მქონდა ეგეთ შემთხვევა, რომ რაღაცაზე შევედით, მე მგონი პასტაზე შევყევ კლიენტს სახში და ხელში რაღაც ძვალი დამაჭერინა, ესო ვეშაპის პენისიაო. ეხლა გამახსენდა უცებ. ხო და ეგეთი რაღაცები გაგახსენდება ბევრი. ხო, მაგრამ აი მაშინ დიდი პაუზა მჭირდება.